Salam მეგობრებო, დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც არის მრავალშრიანი, მაგრამ ჯერ ვიდეოს დასაწყისში ვისაუბროთ სიტყვა ორაგულზე, თან ახალი წლის პერიოდია, გილოცავთ დამდეგს და მოდით ვისაუბროთ სიტყვა ორაგულზე, როგორ მოხდა მეგრულიდან, სიტყვა ორაგულიდან აბსურდ ენაში, როგორ მივიღეთ. ესე იგი, სიტყვა ორაგული განიცადა პირველ ეტაპზე შემდეგი ცვლილება. და რმ შეცვალეს ლმ და რმ უკაცრავად შეცვალეს ადგილები ამას ენათმეცნიერებაში ეწოდება მეტათეზისი, როდესაც ორი ასობგერა ერთმანეთს უცვლის ადგილს. ხოლო აბჟური წესის შესაბამისად აბსურდ ენა როგორც იცით ორ ნაწილად იყო, ორ კილოდ იყოფა ძირითადად, ეს არის ბზიფური და ეს არის აბჟური წესი, აბჟური კილო. ნუ ის ყველაზე მეტად აბაზების ენასთან არის ახლოს, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი ხალხია აბაზები და აბსურდები დაახლოებით ერთი წარმომავლობის ხალხია, მაგრამ ეს ვიდეო სალკე თემა აბჟური წესის მიხედვით მოკლედ წინ ჩაიმატა ხმოვანი ა შესაბამისად მივიღეთ პირველი ეტაპის ბოლოს, როდესაც სიტყვა შევიდა აბსურდ ენაში ორაგული მივიღეთ აოლაგურ, ანუ აოლაგურ. მეორე ეტაპზე ხდება შემდეგი ცვლილება, ისევე აბჟური წესის მიხედვით, ასობგერა ო ვარდება, იმიტომ რომ აბსურდი ენისთვის ო ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეშიც მაინც უცხოა, მაგრამ მე-18 საუკუნეში უკვე შემოდის ასობგერა ო, მაგრამ მაინც არ არის ბუნებრივი ამ ენისთვის, შესაბამისად ო ვარდება და გვხდება უკვე ვა. უმახვილიანი და ვა. ხოლო მესამე ეტაპზე უკვე ხდება ის, რომ ეს ას ვარდება და გვრჩება აულაგურ, ანუ აულაგურ. ხოლო ბოლო საბოლოო მეოთხე ეტაპზე ვიღებთ შემდეგს. ასობგერათა წესის ცვლილების შესაბამისად, ერთი ასობგერა ანაცვლებს მეორეს და ამ შემთხვევაში უს ანაცვლებს მ. შესაბამისად ვიღებთ უმლაგურ. რატომ არის ახლა ეს თემა საინტერესო რა, გარდა იმისა კიდევ ერთხელ უფრო ახალი წელი მოდის. ეს თემა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ზოგადად ისტორიის გამყალბებლები, რომლებსაც აფინანსებთ რუსეთის ფედერაცია და გარკვეულწილად აფხაზის სეპარატისტები, მე დავარქმევდი აფსუას სეპარატისტებს და ეს კიდე ცალკე თემაა, ხო, როგორ ვარჩევთ აფხაზსა და აფსუას. აფსუა არის ეს არის ეთნოსი, ხოლო აფხაზი ეს არის პოლიტიკური, გეოგრაფიული სახელი, როგორც მაგალითად, ვინც დაიბადა იმ კუთხეში და ვინც გაიზარდა იმ კუთხეში, ხო, მაგალითად, აფხაზი, მეგრელი, ქართველი, კახელი, სვანი და ასე შემდეგ. ეს არის გეოგრაფიული სახელი, სადაც რომელ კუთხეში დაიბადა ადამიანი. ხოლო აფსუა ეს არის ეთნოსი, ხას უსვამს მათ ჩრდილოკავკასიურ წარმომადგენლობას, როგორც არის მაგალითად ფრანგი, გერმანელი, ეს არის აფსუა, ხო, აი აფსუათა ხალხის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები და როცა ამ ტერმინების გაშლაზე ის გვჭირდება ხოლმე კონკრეტული რაღაცების დასახასიათებლად. აი თორემ როცა შედიხარ ამ ორი ტერმინის განმარტებაში და განსხვავებაში საქმე არის შემდეგში, რომ ანუ აფსუა ეს არის როცა კონკრეტულად აფხაზეთში დაბადებულ იმ ადამიანებს ვსაუბრობთ, რომლებიც არიან ჩრდილოკავკასიელები, ხოლო აფხაზი შეიძლება იყოს გურული, კახელი, იმერელი და აფსუა და ასე შემდეგ, ფრანგიც და გერმანელი. ცხადად ჩვენ ხომ საზოგადოებას ვქნით. შესაბამისად, აფხაზების უმრავლესობა არის ქართველი, თუმცა ეთნიკური უმცირესობა ყავდა აფხაზეთში, მათ შორის ჩრდილოკავკასიიდან წამოვარდნილი ხალხები, თურქები, სომხები და ასე შემდეგ, მაგრამ ისინიც იწოდებიან აფსუებად, ხო? ეხლა მაგალითად, როცა ადამიანი დაიბადება და გაიზრდება, არ ვიცი, თბილისში, ის ხდება თბილისელი, ხო? ეს არის გეოგრაფიული სახელი, აქ ტერმინები რომ არ აგვერიოს. ხო და აი რაღაც კურიოზული თეორიაა, თეიმურაზ გვანცელაძესთან არის ეს ფანტასტიკურად განხილული, აი თეიმურაზ გვანცელაძეს ხშირად მიყვები ხოლმე მე და ლინკსაც ვეცდები კომენტარებში ჩავამატოთ, თუ არ და მომწერეთ გამოგიგზავნით. ფანტასტიკურად არის ეს ყველაფერი თეიმურაზ გვანცელაძესთან განხილული და ის ამატებს, რომ რეალურად თურმე ასეთი თეორია, ასეთ რაღაც კურიოზული თეორიას აქვს, რომ თურმე მაშინაც კი საქართველოს ტერიტორიაზე, ძველი ლაზიკის ტერიტორიაზე, რომელიც არის ეგრისის სამეფო, ხო, რომელიც არის მემკვიდრე კოლხეთის, მაშინ გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში ყველგან ცხოვრობდნენ ეს ჩრდილოკავკასიელი ხალხები და ნუ მოკლედ ძალიან კურიოზულია რა. თვითონ მაგალითად ასობგერა ხო და ეს უმლაგურიო რეალურად აი მაშინ მქონდა ეს სიტყვა. ვერ იქნებოდათ მე-19 საუკუნემდეც კი, იმიტომ რომ აბსურდი ენისთვის ო არ არის დამახასიათებელი. აქაც კი როცა თავიდან როგორც აოლაგურ ისე შევიდა, ო მაინც ამოვარდა, როგორც დღეს უკვე განვიხილეთ და გახდა ავალაგურ. შესაბამისად, ძალიან კურიოზულია ეს ამბავი, იმიტომ რომ მე-18 საუკუნეში შედის ქართველური ენებიდან. ასობგერა მადლობა ყურადღებისთვის. ახალი წლის დღეებია, როცა ამ ვიდეოს ვიწერთ, გილოცავთ დამდეგს და მომავალ წელს გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო გვენახოს.